ესე. დილა მშვიდობის ყველას, აბა როგორ ვართ? დღე მშვიდობისა ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით. წაგვექცა ეს უბედური. ეს უბედური ძალიან ცუდათაა იცოდეთ მეგობრებო. აი ეს თქვენი სიმპათიური მაიმუნის სულ ამოყირავებული დადის, დღე არ გავარო, არა მოყირავდეს, საცოდავი, რო იტყვიან. ხო, თუ ვინმეს გიხარიათ, თუ ვინმეს გწყენთ, აბატონო, თქვენი გადასაწყვეტია. მოკლედ, მოგესალმებით ყველას დღე მშვიდობისა. აბა როგორ ხართ, ჩემო ძვირფასებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ეს სანთელი მინდა ცოტა ახლოს მოვიტანო. ეს აქ შევდოთ. ხო. აი ეს. აბა როგორ ვართ? იმედია ყველაფერი კარგად არის. მოვედი ჩემო ძვირფასებო, სალამი ყველას, დილა მშვიდობისა, დღე მშვიდობისა. ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ ყველა თითოეულ თქვენთაგანს. ხო. კი ბატონო. ძალიან სულიერად მაღალ ვიბრაციებში მყოფი ადამიანები მიყურებთ. კი ბატონო, სალამი ანა მარია, მე მგონი ანა მარია მოვიდა. მე მგონი ანა მარია მოვიდა. ხო, ეხლა გვინდა ჩვენ შემოდგომი. სალამი ყველას. სალამი ყველას მეგობრებო. მოგესალმებით. აბა როგორ ვართ მეგობრებო? ჩემო ლამაზებო, ჩემო სიმპათიურებო, ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ვართ? ეს აქედან ავიღოთ. ზოგჯერ მავიწყდებ აქ ისეთ რაღაცებს ვდებ. უკვე ჩემი ამოცნობა შემდეგ არის ძალიან ადვილი. ამიტომ ეხლა დავინახე, უცებ და ავიღე. აბა როგორ ხართ მეგობრებო? როგორი განწყობით ხართ? მე მოვედი თქვენთან განწყობის ასამაღლებლად. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მოვედი კი. ხო, ესე ჩახუტებული ვზივარ ტელეფონთან. ხვდებით ხო, რა მდგომარეობაშიც ვარ ახლა. კი ბატონო. უღრმესი მადლობა ყველას. ყველას უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო. ეს რა აქ ჩემ კარts გავაფუჭე? არ არსებობს. ხა, აი ნახეთ, უბრალოდ ნახეთ ახლა კარts დავხედე, არის გაფუჭებული. გადაჩეხვის დროზე ხა. ანა მარია აქ თუ ხარ, ახლა მინდა რომ დააკვირდი ამ კარts რა კარტია ეს. აი მეგობრებო. მეგობრებო, გაფუჭებულია მხოლოდ ეს კარტი. აი ნახეთ, არც ერთს არა აქვს მსგავსი, მხოლოდ ამ საცოდავს აქვს. ეს საცოდავია სულ რო ყირავდება კიდე ჩვენთან აქ მაგიდაზე. ხო და ეს საცოდავია რომ კიდე აქ ხელს გვიშლის, ნერვებს გვიშლის, ყველაფერი ამასთან ასოცირდება მეგობრებო და კარტიც მისია გაფუჭებული. გაფუჭებული მაგი. ხო, მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ. მხოლოდ ეს ერთი. დანარჩეს, აი ნახეთ. არც ერთს მსგავსი რამე არა აქვს. არა, ჩემო ლამაზებო, აბატონო. რაღა ვქნათ და ვერაფერს ვერ ვშობით. აბრალოს თავის თავს. ხა. ყველაფერი რომ ასოცირდება მასთან. ხა. აბა მოკლედ, ეხლა მინდა მე თქვენი ენერგიები წავიკითხო. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ყავა არ მაქვს დღეს მოტანილი, სასწაული თუ გინდოდეთ. დღეს ყავა არ მაქვს მოტანილი მეგობრებო, წარმოგიდგენიათ? არ მაქვს ყავა მოტანილი. აი, ნუ კარგი, არა უშავს, წყალს დავლევ, წყალი მაქვს ახლოს. ეხლა მაგისთვის ვერ მოვწვდები. სალამი ყველას, მოგესალმებით, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, იმ სითბოსთვის და ყურადღებისთვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენთ მეგობრებო, გაიხარეთ, უფლიდან დალოცულები ყოფილიყავით. თქვენ ხართ ჩემი სტიმული, უდიდესი სტიმული, რისთვისაც მე აქ მოვდივარ, ეს არის ჩემი სტიმულით ენერგია.
გაიხარეთ. ასევე თქვენგან ღებულობ იგივეს, ამიტომ მოვდივარ თქვენთან ამ განწყობით. ეხლა როგორ ფიქრობთ? ესე რო არ იყოს, მე მოვალ აქ არავითარ შემთხვევაში. კარგად ვარ, არა უშავს, ცოტა გაციებულ სიტუაციაში კი ვარ, მაგრამ მაინც არა უშავს. ღმერთს მადლობა. ხო. წამლებს ვერ ყიდულობ აქ და საქართველოდან გამოვიწერე და ჩამოვა. ყავა, ნუშის თხილი და კაკალთან ერთად მივირთმევ. შეგერგოთ მეგობრებო. შეგერგოთ. მოკლედ. დავიწყებ თქვენი ენერგიებით. ვაიმე, მორიერი თუ ყავს აქ. მოიცადეთ მეგობრებო. ერთი წუთით. მორიერს უნდა გადაუზიარო. სხვანაირად არ გამოგვივა. აჰა. ესეც ასე. მორიელი მგზავრობს, ამიტომ შეუძლია მხოლოდ მოგვისმინოს. ხო. დავიწყებ ახლა. თქვენი ენერგიები. აბა როგორია დღეს თქვენი ენერგიები, თქვენი განწყობა, თქვენი შემართება, ეგერ რომელიღაცა ფატისთვის ემზადება, ქორწილისთვის ემზადება, დააკვირდით ჩემს ეგრეთ წოდებულ ქალბატონს, როგორ აქვს, აი როგორ აქვს ბოქნეული, აი ესე. ხა. ვიღაცას ელოდება ფატა ახლო მომავალში. კი ბატონო. ხო. დავიწყებ თქვენი ენერგიები მეგობრებო. ვინ ხართ თქვენ? როგორია თქვენი ენერგიები? ბატონო, ახლო მომავალში ვიღაცა ელოდება, აი ქვემოდან რა კარტია? ანა მარია, შენი უსაყვარლესი კარტი. ვიღაცას ელოდება წარსული ადამიანის დაბრუნება, კვლავ გაერთიანება, მეგობრებო. ბატონო, თქვენი ენერგიები, ან ელოდებით ამას. ნუ რა ვქნა, ხო, ეს არის თქვენი ოცნება, ეს არის თქვენი ფიქრი 24/7-ზე, ბევრი ამას ფიქრობს, წარსული ადამიანის დაბრუნებას. ნუ კარგი, ყველას თავისი მივესალმები ყველა თითოეული თქვენთაგანის გადაწყვეტილებას მეგობრებო. ღმერთმა გაგიმარჯოთ თქვენს ამ ბავშვში. აი ასე. კიდევ თქვენი ენერგიები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ხო, ნუ სურვილი ერთია, მაგრამ რატომღაც ფიქრობ, რომ რაღაც აუცილებლად ინფორმაცია იქნება ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, კი. ელოდებით და კიდევაც მიიღებთ რაღაც ინფორმაციას. თუმცა კარგად დააკვირდით თქვენს პარტნიორს მეგობრებო. რაიმე არ გამოგეპაროთ უბრალოდ, თორემ გელოდებათ გაკვირვებები, საოცრებები ურთიერთობაში, ბევრთან იქნება ურთიერთობის გამოსწორება, გაუმჯობესება. ხო, რაღაც იმედებს დაისახავთ, რაღაც შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ იმედები დაისახოთ. დღეს რატომღაც განსხვავებული ლაივი დაიწყო დილიდან პარტნიორზე და სიტუაციის გაუმჯობესებაზე, რაც ძალიან მაკვირვებს და მაოცებს მეც, მაგრამ გაოცებების კარტიც ამოვიდა აქვე, ამიტომ სხვანაირად ვერ ვიმსჯელებ. მეგობრებო, ყოველ დღე ვამბობ იმას, რასაც ვხედავ. ხო. თუმცა ამაზე ძალიან ბევრს ნერვიულობთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ, ძალა გამოცლილები ხართ, უკვე დაიცალეთ, რო იტყვიან ამ ყოლაფრიდან. ძალიან კარგი იქნება თუ გაიწმინდებით ნეგატივზე და აღარ იფიქრებთ ზოგადად ცუდ რამეებზე. მაპატიეთ მეგობრებო, თუმცა გააქვთ მოზღვავებული ეს ენერგია, მაინც გააქვთ ამისი ელოდებით მოლაპარაკებას ამ ადამიანთან, მინდა გითხრათ. და რატომღაც ხართ ჩაციკლულები, სულ ფიქრობთ 24/7-ზე ფიქრობთ. თუ კი გააქვთ თავისუფალი დრო, ჩამოჯდომის მომენტი თუ გაქვთ, თქვათ მაგალითად დაჯდომის და რაღაც 5 წუთიც რო იყოს დასვენების მომენტი გაქვთ, აი ამ წუთასაც, მაგ დროსაც ამაზე ფიქრობთ. ხო, ნუ რა ვქნა, გინდათ მოლაპარაკებები, თითქოს ელოდებით ამ ადამიანს დარეკვას, ამ ადამიანის ზარს, საუბარს, ამ ადამიანთან ელოდებით, კი. ბევრი შემთხვევაში ელოდებით, იმიტომ რომ ალბათ სავარაუდოდ არა. ბევრი რამ გააქვთ გასარკვევი ურთიერთობაში. კი ბატონო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენი პარტნიორი ძალიან ცუდათაა. მე ვხედავ აქ, რომ თქვენი პარტნიორი ძალიან ცუდათაა. კარგი, კიდევ. ხო. ამ ყველაფერს თქვენ არავის არ ეუბნებით. ეს იცით მხოლოდ თქვენ და უფალმა. ხო, მეტი არავინ. თქვენი ფიქრების შესახებ არავის არ ეუბნებით. ძალიან კარგით. ხო, იმიტომ რომ ადამიანებად ცხვირი არ ჩაყოს თქვენ ცხოვრებაში. კიდევ რა.
თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტულად იცით რა თქვენს პარტნიორს, მოდი ასე ვიტყვი, აკონტროლებთ, 24/7-ზე აკონტროლებთ. გაინტერესებთ სად არის, როგორ არის, რა შვება, რა აცვია, რა სჭამს, რა ენერგიებშია და ასე შემდეგ. ხო, ხო ხედავთ, მეგობრებო. და თქვენი პარტნიორი ძალიან კარგად გრძნობს თავს, მინდა გითხრათ, ტყუილად ნერვიულობთ. ხო, ბატონო. ეს არის ის. ვიზეც გეფიქრებათ 24/7-ზე. თქვენ მკვდებით, ის კიდევ აიგე როგორაა. კარგით. კიდევ რაო, კიდევ თქვენი ენერგიები. ძალიან დამთვალულები ხართ, მთვარეში ხართ, აქ შეიძლება იყოს ცუდი ნეგატივიც, რადგან მესამე არის, ხედავთ, ხო? რაღაც არის თქვენს ცხოვრებაში, პირადულში თუ არაპირადულში, რაც არის შავი ხვრელი გაჩენილი, შავი წერტილი, სადაც არის აზრთა გაყოფა, აზრთა სხვაობა და ხო რაღაც მსგავსი. კი ბატონო, და დრო, რომელიც უნდა გამოიყენოთ, ეს დრო და დრო გაქვთ და იმის დრო გაქვთ ეხლა, რომ ეს დაგროვებული, აი ჭრილობები მოიშუშოთ, მეგობრებო, რო იტყვიან და ამ დაღლილობაში დაისვენოთ. ეს კარტი თითქმის ხშირად ამოდის, ეხლა გაქვთ ის მომენტი და დრო, რომ უნდა დაისვენოთ. მეგობრებო, კი ბატონო, შოკში იქნება, იმიტომ რომ იმას, რასაც თქვენ აჩვენებთ, ხართ თუ არა ასე, მაგრამ თვითონ ხედავს, რომ თქვენ ძალიან კარგად ხართ, შოკი აქვს, კი. მას. არ გეგონოთ, რომ არა, კი ბატონო. ხო, თუმცა ასე ხართ და თქვენ ამას მას არ აჩვენებთ. ხო. ამიტომ მეგობრებო, უყურეთ რა ხდება ეხლა აქ. უნდა დაისვენოთ, იფიქროთ დასვენებაზე, რადგან მოიკრიბოთ ძალა. უნდა დაისვენოთ, მეგობრებო. უნდა დაისვენოთ და მე ყველაფერი ასე ნელ-ნელა თავიდან უნდა დაიწყოთ. თქვენი ოცნებების, თქვენი ფიქრების რეალიზაციაში მოყვანა უნდა. ხო, ესა თუ სხვა არ ვიცი, მეგობრებო, მაგრამ არსად არ წავა. ხო, თუ წასასვლელია და იმის იქეთ. მაგრამ მე ვხედავ ადამიანს თქვენთან ერთად, რომელიღაცა იქნება წარსული ან მომავალი, რომელიც თქვენ განსხვავებულები იქნებით. კი ბატონო, აი ეს გუშინაც იყო, მეგობრებო, თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელიც იქნება თქვენთან განსხვავებული, კანის ფერით, მის ფერი, ასაკში სხვაობა, რელიგიაში სხვაობა, მენტალური სხვაობა, ფიზიკური სხვაობა, ყველანაირი სხვაობა შეიძლება იყოს, სადაც იქნება აი სხივი, იმედის სხივი. მეგობრებო, თქვენი ურთიერთობა დაიწყება მეგობრობით. მე ხედა. ზუსტად. შევხვდი უკვე ნინა ამბობს. და ისე ყოფილიყოს, როგორც შენ გინდა ჩემო კარგო. შენი გული რო გაეხარებინოს. აი ასე, ზუსტადაც. ძალიანაც კარგი. ძალიანაც კარგი, მივესალმები შენ სიტუაციას. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, კიდევ თქვენი ენერგიები თითქმის ამოვცალეთ კარტი. თქვენი ენერგიები 1-2 კარტიც. თქვენი ენერგიები. უყურეთ, ეხა მე რას ვხედავ აქ. მოსახთენი უკვე მოხდა, მეგობრებო. ცოცხლად არა, კი ბატონო, ინტერნეტით. გუშინ იყო მაგით თემა ზუსტად, ინტერნეტ ნაცნობობა. ძმაკაცი არ ყავს თუ რამეაო. ой, მე რა ტიპები ხართ. ხო, მეგობრებო. მოკლედ აქ არის მეტეორიტი და რა ხდება ეხლა თქვენი ენერგიები. გასაწყვეტი უკვე გაწყვეტილია თქვენ შემთხვევაში. მოთმინების ფიალა თუ ნერვის ზარღვი თუ მოთმინების ზარღვი უკვე გაწყვეტილია. სამყაროში უკვე გაფანტულია ეს ყველაფერი, წასულია. ხო, დაკარგულია თუ რაცა, ანუ ცუდი უკვე იყო, ასე რომ მეგობრებო, არ ინერვიულოთ, მოსახთენი რაც იყო, ის უკვე მოხდა, ის ყველაფერი უკვე იყო, რაც იყო, გაუშვით. აი როგორც ესა ეხლაც გაიფანტა და წავიდა სამყაროში, გაუშვით. ამიტომ ეხლა უყურეთ რა ხდება. ბედის ბორბალი და ბედნიერი დღე. მეგობრებო, ერთი ბედნიერი დღე გიახლოვდებათ, ის ბედნიერი დღე გიახლოვდებათ, რომელიც თქვენ ცხოვრებას შეცვლის რადიკალურად. ასე რომ, არ ინერვიულოთ და ამ ყველაფერზე არ იფიქროთ ეხლა.
ხა არ ჩაეციკლოთ ახლა ამ ბედნიერ დღეს ეს მოხდება თქვენ რო ვერ წარმოგიდგენიათ მაშინ როდესაც არ ელოდებით მაშინ აი მოხდება ზუსტად ამ ადამიანთან შეხვედრა მაშინ როდესაც არ ელოდებით მეგობრებო ამ ადამიანს თქვენ არა შეიძლება ელოდებოდეთ როგორ არა დაგინდოდეთ და სურვილი გქონდეთ მაგრამ სადაც არ ელოდებით ზუსტად იქ შეხვდებით ამ ადამიანს ასე რომ სამყაროს აქვს თავისი აი როგორ მინდა რომ თქვა ხო თავისი სიურპრიზი ზუსტად სამყაროს აქვს თქვენთვის სიურპრიზი რომელიც არ უნდა იცოდეთ აქ კიდევ ამოვიდა კი მაგის კარტი რომ რაღაც არ უნდა იცოდეთ წესით ამის მერე მე არც უნდა გამეგრძელებია ეს ყველაფერი მაგრამ ხო წამწთა ხელი და რა ვქნა ხო და ამიტომ ჩემო ძვირფასებო მეც აღარ გავაგრძელებ აი ამაზე დაკმაყოფილდით ხა რა გავქნათ ამიტომ ერთ ბედნიერ დღეს თქვენ ცხოვრებაში შემოვა ის სიურპრიზი რასაც სამყარო გიმზადებთ მეგობრებო არი ნერვიულოთ და ეს სიურპრიზი იქნება ჯილდო ადამიანის სახით რომელიც ცხოვრებას შეგარგებთ ხა რომელიც ცხოვრებას შეგარგებთ ძალიანაც კარგი რა თქმა უნდა აბა სად წავა მოვა აბა სად წავა მეგობრებო მოვა და როგორ მოვა მოდი ახლა მე ავღწერ ტაროს დასტით ხო ესეთი იყო თქვენი დახასიათება უბრალოდ ნახეთ ქვემოდან იგივე კარტი რომ ეხლა ეს დრო გამოიყენეთ დასასვენებლად ძალის მოსაკრებად მეგობრებო თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს დრო აი ესეთ სიტუაციაში ჩაის დალევით ყავის დალევით და ეს არის თქვენი ენერგიის დაბრუნების ერთ-ერთი წყარო რომ შეირგოთ ეს თუნდაც 5 წუთი ყავის დალევა თქვენთვის ძალიან დიდ რამეს ნიშნავს ასე რომ შეირგეთ მეგობრებო ხო რო ენერგია მოგემატოთ ძალიანაც კარგი რჩევა შემოდგომის კარტიდან მეგობრებო კი თან ეს არის რჩევის კარტით სხვათა შორის აი ეს შემოდგომის კარტი არის თან რჩევის კარტი მეგობრებო ასე რომ ამისი რჩევებიც ძალიან სასარგებლოა მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო კითხვაზე პასუხი არ მაქვს სამწუხაროდ არ ვაკეთებ კითხვებზე პასუხს ლაივში ასე რომ მაპატიეთ ხო შეგიძლიათ მოусმინოთ ლაივს და თქვენთვის სასურველ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მიიღებთ მინდა გითხრათ ხო მოკლედ ახლა რაც მინდა მეგობრებო კითხო გუშინდელი მოდი გუშინდელი ლაივით გავაგრძელოთ აღწერილობით მოდი აღწეროთ რაღაც მაინც რო გავიგოთ დაახლოებით თქვენი ახალი პარტნიორი გუშინდელი ლაივის გაგრძელება ხო მეგობრებო როგორია თქვენი წილი ბედნიერება ეს გქონდა გუშინ და მოდი ახლა ესეც მივამაგროთ იმ ლაივზე და გავაგრძელოთ ახლა როგორი იქნება თქვენი ბედით მონიჭებული ადამიანი ანუ როგორია არ მინდა ახალი არაო რატო კაცო მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია სპონტია ნუ ვისაც უნდა ახალი ის მოусმენს როგორი იქნება თქვენი პარტნიორი როგორი იქნება თქვენი პარტნიორი აღწერილობა უბრალოდ დაახლოებითი აღწერილობა მხოლოდ რომ რაღაც გქონდეს ინფორმაცია ადამიანზე არც ერთი არაა საჭირო რა თქმა უნდა ანა მარია როდესაც არ ექნება უპირატესობა სხვა ადამიანს ჩვენ ცხოვრებაში რომ იქნება თუ არა არ იქნება და დარდი აგერ ხო აი მანდვარ ზუსტად მეგობრებო რომ მიხვდებით საკუთარი თავის ფას რომ საერთოდ არავინ არ გჭირდებათ აი ზუსტად მაშინ გამოჩნდება ის ერთადერთი დამიჯერეთ
მოკლედ, დავიწყოთ ახლა. როგორი იქნება თქვენი პარტნიორი, მისი პლუს მინუსები მეგობრებო, სულ ცოტას გადავაბრუნებ კარტებს, რომ მაინც რაღაცები გავიგოთ მის შესახებ. მისი პლუს მინუსები, რა პლუსები ექნება ამ ადამიანს და რა მინუსები ექნება თქვენს მომავალ პარტნიორს, რომ გაიგოთ. ეხლა არ მითხრათ მე რომ უფ ეს დამთხოვებია და ჩემს ყოფილ პარტნიორს ემთხვევაო. ხა. ეს არ თქვათ. რას მელაპარაკებით მეგობრებო, ვიმეორებ 10,000 ჯერ მაინც, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. დავიწყოთ მეგობრებო. აჰა. ამოვარდა პირველი კარტი, მანძილზე ურთიერთობა. ურთიერთობა მანძილზე და ორი კარტი თქვენს თვალწინ ამოვარდა. ადამიანი იქნება ასაკოვანი, მოდი, შეიძლება იყოს მაღალი, თქვენზე მაღალი. თქვენზე რაღაც უფროსი, შეიძლება იყოს ასაკობრივათაც უფროსი და შეიძლება იყოს უბრალოდ სიმაღლით უფროსი, მაღალი. ხო. იქნება ძალიან ავტორიტეტული, იქნება ძალიან მომხიბვლელი, თავდადებული, ძლიერი ანალიტიკური ჭკუის მქონე ადამიანი, ძალიან ბევრი იდეების მქონე ადამიანი, მაგრამ რაღაც დროის მანძილზე ამ ადამიანთან იქნებით მანძილზე. ხო, კიდევ ბევრთან შეიძლება იყოს ინტერნეტ ნაცნობობაც, კი ბატონო. როგორი იქნება თქვენი პარტნიორი? ეს ადამიანი იქნება რაღაც ურთიერთობიდან წამოსული მეგობრებო, წამოსული. რაღაც ურთიერთობიდან წამოსული, ურთიერთობა დასრულებული ადამიანი. ხო, კიდევ რაო? ეს ადამიანი იქნება ბევრ უსამართლობიდან გამოსული. მოდი ასე ვიტყოდი. კიდევ. ხო, და ეძებს თავის ორეულს. მოდი ასე ვიტყვი, ეძებს ადამიანს, რომელიც იქნება მისთვის აი ესეთი თბილი, ძალიან გამორჩეული, ძალიან ისეთი გამგებიანი და მეგობრული და ძალიან თბილი და ყურადღებიანი. ეს ხართ თქვენ მეგობრებო, ასე რომ ხმამაღლა შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი მომავალი პარტნიორი თქვენ გეძებთ. აი აქ ფიქრის და ძიების კარტია, გამოსავალს ეძებს, თუ სად შეგხვდებათ, როგორ შეგხვდებათ, ისიც ფიქრობს თუ როგორი ხართ თქვენ, სასწაულად ლაპარაკობს კარტი. უბრალოდ შოკი მაქვს. ეს ადამიანიც დიდი ხანია ცდილობს, რომ ნახოს თავისი ცხოვრების მგზავრი. ისეთი აზრები მომდის, რომ ეხლა უბრალოდ შოკი და მემართება დედას გეფიცებით. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ სად შეგხვდებათ, როგორ შეგხვდებათ, როგორ შეხედავთ ერთმანეთს, როგორი აზრთა შეფარდება გექნებათ და ამ ყველაფერზე ძალიან ფიქრობს. სასწაული თუ გინდოდეს. ძველი არა, ჩვენ ძველზე არ ვსაუბრობთ, მეგობრებო. როგორც თქვენ გინდათ თქვენს პარტნიორს შეხვდეთ თუ ნუ ხო რა შეხვდეთ, ისევე ფიქრობს თვითონც მეგობრებო. კი ბატონო, თვითონაც ფიქრობს. კიდევ თუ როგორი იქნება თქვენი ერთად ყოფნა, სასწაული თუ გინდოდეს, კიდევ როგორი იქნება თქვენი პარტნიორი. ამ ადამიანს ძალიან რთული პერიოდი ექნება გავლილი. შეუსაბამო და მისთვის ძალიან საკვირველი და გასაოცარი ცხოვრება იქნება გავლილი. არ ვიცი ხა როგორც თქვენ, ასევე მას. ძალიან ბევრი სირთულეები ექნება ამ ადამიანს გავლილი. შეიძლება ეხლაც გქონდეს რაღაც სტაგნაცია ცხოვრებაში. კიდევ როგორ იქნება თქვენი პარტნიორი? ამ ადამიანს ცხოვრება თავზე დაემხო, აი რო იტყვიან, ნახეთ როგორ ამეგობრებო, თავზე დაენგრა ყველაფერი, ეს იყო შოკის მონგვრელი მისთვის, მე არ ვიცი ახლა იქ რა მოხდა და ამას ჩვენ აქ არ ვეძებთ, უბრალოდ მაჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანს მოულოდნელად ცხოვრება დაენგრა, გეგმები ჩაეშალა, ოცნებები დაემსხვრია რო იტყვიან და ეხლა არის სტაგნაციის პერიოდში და ეხლა არის უმოძრაობის პერიოდში, უბრალოდ ამ წუთას და ახლა. ხო, კიდევ ოცნებობს ქალზე, რომელიც იქნება მისთვის სტაბილური. კიდევ ხო, ოცნებობს ქალზე, რომელიც იქნება მისთვის სტაბილური.
აი ესეთი ძალა გამოცლილია, ძალიან ცუდათაა, რო იტყვიან. ეხლა რაღაც რთულ პერიოდს გადის ეს ადამიანი. კიდევ რაო, ძალიან დათრგუნულია, ძალიან იმედ გაცრუებულია, ძალიან ბალანს დაკარგულია, მაგრამ ამ ადამიანს ექნება აუცილებლად შესაძლებლობები, ნახეთ ქვემოდან რა კარტია. ამ ადამიანს აქვს იმის იმედი და რწმენა, რომ ოდესღაც არა და უახლოეს პერიოდში მაინც რაღაცას ახალს დაიწყებს. ახალი წამოწყება უნდა ამ ადამიანს, ახალი ურთიერთობა უნდა ამ ადამიანს და ახალი ნაცნობობა უნდა ამ ადამიანს. თქვენ ამ ადამიანს მოულოდნელად სადღაც შეხვდებით. ეს ადამიანი მოდის ოჯახის შესაქმნელად თქვენთან, ჩემო ძვირფასებო. სადაც იქნება აი ესეთი ოჯახის სრული პაკეტით, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იქნება ეს თქვენს ცხოვრებაში. სადაც იქნება ბალანსი, რო იტყვიან და ძალიან ბევრი სურვილების ასრულება. ძალიანაც კარგი. ძალიანაც კარგი. მოკლედ, მეგობრებო, გავაგრძელოთ. კიდევ რაო. მომწონს დღევანდელი ლაივი. გუშინდელის გაგრძელება, მეგობრებო. თქვენი წილი ბედნიერების გაგრძელებაა დღეს. კარგით. მოდი ახლა ვკითხოთ, რა მინუსები, რა პლუსები და რა მინუსები ექნება თქვენს პარტნიორს. მოდი დავიწყოთ მინუსებით. რა მინუსები ექნება თქვენს პარტნიორს? წერილობა, სასწაული თუ გინდოდეს. რა მინუსები? ხო, მინუსები ექნება, მისი მინუსი იქნება ის, რომ ამ ადამიანს ყოველთვის სურს, რომ რაღაც მეტი წილი თვითონ იყოს მმართველი ურთიერთობაში, უნდა რომ ყველაფერში იყოს გამარჯვებული და ამ ყველაფერს აკეთებს რის ფასად არ ვიცი, ყველაფრის ფასად. ხო, რო სათავისოდ ყველაფერი გააკეთოს. ვთქვათ, დაუშვათ მეგობრებო, პლუსები და მინუსები. ხო. კიდევ რა, თუმცა მეგობრებო, მინუსებში შედის ისიც, რომ ეს ადამიანი იმდენად პასუხისმგებელი და იმდენად შეიძლება ზედმეტადად თვლიდეს, თითქოს ყველაფერი ვიციო, ხო, საკუთარ თავზე მე ყველაფერი ვიცი, რატომღაც ასე მდის, ხო, მე ვიცი, რასაც ვაკეთებ, მე ვიცი როგორ ჯობია, მე ვიცი ეს ასე უკეთესია და მე ვიცი, ეს ეცოდინება ამ ადამიანს, ეს იქნება მისი მინუსი. მაგრამ გაუგებრობა. ამ დროს არ იცის. ხო, ნუ რა ვქნათ ახლა მეგობრებო, რაღაც პლუს მინუსები ჩვენც გვაქვს, ხო? ეს ახლა ნუ რას ვიზამთ? თავგერძა. ეს სიტყვა არ ვიცოდი. ხო. აი ნახეთ ოჯახის კარტი. ამოვარდა. ნახეთ როგორ ამოვარდა ოჯახის კარტი ესეც. კარგი, მაგრამ ჩავაბრუნებ, იმიტომ რომ მაინტერესებს რა სიტუაციაში ამოვა, ხო. ესეთი იქნება მისი მინუსები. კიდევ რამეს თუ გვეტყვის მინუსზე. ხო, მისი მინუსია ის, რომ ამ ადამიანს ძალიან გაუჭირდება წარსულის დავიწყება. რაღაც პერიოდში შეიძლება თქვენთან ურთიერთობის დროსაც რაღაც დარჩენილი კონდეს წარსულიდან და ეს იქნება მისი მინუსი. თუ შვილები ყავს, ეხლა იქ მეგობრებო შეიძლება ის შვილები ვთქვათ, ყველასთან არ ვამბობ, მაგრამ ზოგიერთებთან შეიძლება ყავდეს ვთქვათ შვილებიც და იმ შვილებზე პასუხისმგებლობა თქვენთან მინუსებში იყოს, იმიტომ რომ რაღაც თავისებური ვიცით, ხო? ალბათ წარსულის რაღაც მაინც რჩება უარყოფითად თქვენზე არა ისახოს. ესაა მინუსი. ხო. ამ ადამიანს შეიძლება კიდევ კონდეს რაღაც ფულის ფლანგვის მომენტი. ხა, თითქოს უყვარდეს ფულის ხარჯვა, სასწაული თუ გინდოდეს. და კიდევ ერთიც. ხო. კი ბატონო, და შეიძლება დაბანდებები კონდეს ისეთი, რომ მე ნანობდეს, რაში გადავყარე ფული, ან რატო ჩავდევი ენერგია, ან ეს რატო გავაკეთე, ან ის რატო გავაკეთე, ამ ყველაფერს მე ხდება მეგობრება. მე აცნობიერებს, ხო. კარგით, კიდევ კარგი რომ აცნობიერებს. ეხლა მინდა ვკითხო პლუსები, ამ ადამიანის პლუსები. ხო, ამ ადამიანის პლუსები. ხო, ამ ადამიანის პლუსები. ო, მისი პლუსი. მისი პლუსი სიყვარული.
ემოცია ამას გამოხატავს. პლუსებში ექნება ის, რომ ამ ადამიანიდან არ გექნებათ ემოციის ნაკლებობა. კი, რასაც ვხედავ. აი ეს ადამიანი ძალიან მოჯაჭული იქნება თქვენზე და პლუსი იქნება ის, რომ ხო, თუ პლუსი ქვია მას და არ ვიცი, მაგრამ თქვენს გარეშე ამ ადამიანს არ შეეძლება ყოფნა. ყოველთვის იქნება მოსიყვარულე თქვენთვის, კი, სასწაული თუ გინდოდეს. ემოციას ყოველთვის დაგანახებთ. კი ბატონო. ბედი ფინანსები ამ ადამიანს ყოველთვის ექნება, იცით რა, უყურეთ ახლა სხვაობა, მეგობრებო. უყურეთ ახლა. ხო. თუ დამაფასო, რად მინდა მისი სიყვარულია. უყურეთ ახლა რას ვხედავ მე აქ. ეს ადამიანი ყოველთვის იმუშავებს ურთიერთობაზე. ეს ადამიანი ყოველთვის ჩადებს ფინანსებს თქვენთან. თქვენ არ გეგონოთ, რომ ეს ადამიანი არაფერს არ გააკეთებს თქვენთვის. კი. ფინანსებით უზრუნველყოფა გექნებათ. კიდევ. კი, ეს იქნება ყოველთვის მზადყოფნაში იმისთვის, რომ რაღაც გააკეთოს თქვენთვის. ეს ხმლების პაჟი კია და ეს არის აქტიური ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება თქვენთან ურთიერთობაში, აქტიურად შეიძლება მოგიგვაროთ პრობლემები. კი ბატონო და ეს ადამიანი იქნება ისა და მეგობრებო, კიდევ კვემოდან სიყვარულის კარტი, რომელიც გააკეთებს სიყვარულით ამ ყველაფერს. თქვენ პრობლემებს ეს ადამიანი ძალიან დიდი სიყვარულით მოაგვარებს და იფიქრებს ამაზე. არ გეგონოთ, რომ რაიმეს არ გააკეთებს. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის და რასაც გააკეთებს, ყველაფერს გააკეთებს სიყვარულით. ხო. ძალიანაც კარგი. აი ესეთი იქნება მეგობრებო. ხო, როგორი იქნება კიდევ თქვენი პარტნიორი მეგობრებო? აი როგორი იქნება? მოდი ვკითხოთ, საზოგადოებაში როგორია თქვენი პარტნიორი? აი საზოგადოებაში როგორია თქვენი პარტნიორი? ძალიან მაინტერესებს. სამყარო, სასწაული მეგობრებო. ძალიან სრულყოფილი, ძალიან აღიარებული, ძალიან გამოცდილი, ადამიანი დამსახურებული, შრომის უნარიანი, აი ხალხის აღტაცებას იწვევს ეს ადამიანი, სასწაული თუ გინდოდეს. როგორია კიდევ თქვენი პარტნიორი საზოგადოებაში? მაგრამ უყურეთ მეგობრებო, საზოგადოებაში კია ესეთი, მაგრამ შინაგანად ეს ადამიანი განადგურებულია. მოტყუებულია თავისი პირადულიდან გამომდინარე მეგობრებო. ძალიან ცუდათაა. ანა მარია, ეხლა შენ წარსულ პარტნიორს არ მიადარო ეგი ოღონდაც. მე ეხლა აქ რასაც ვხედავ, ეს ის პარტნიორი არ არის, ვიზე ჩვენც ვსაუბრობდით აქამდე მეგობრებო. რაღაც პლუს მინუსები ყველას გვაქვს. კი ბატონო, ადამიანი როგორია საზოგადოებაში? ადამიანს ძალიან უყვარს წახალისება, ძალიან უყვარს დასვენებებით, მთაც, წასვლაც, მოსვლაც, ზღვაც, ბარიც, რა ვიცი, ყველაფერი ძალიან კარგად უყვარს. კიდევ. ხო, კიდევ რა, როგორია თქვენი პარტნიორი საზოგადოებაში? საზოგადოებაში მეგობრებო, თქვენი პარტნიორი არის დანაკარგებში. ამ ადამიანმა იმდენი რაღაცა დაკარგა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დაკარგა თავის ცხოვრებაში და ეს იყო უბედური ქორწინება, ეს იყო რუტინული ცხოვრება, ეს იყო მეგობრებო ყველაფერი ცუდი. კარგით, მე მინდა ვკითხო ეხლა კარტს. ბოლო-ბოლო, თქვენი ურთიერთობა როგორ წარიმართება? თქვენი ურთიერთობა როგორ წარიმართება? აი თქვენ და ის. აი ხო გეუბნებით, ამ ადამიანს ძალიან ენდომება თქვენთან სიტუაციის აი როგორ თქვა, ერთად მუშაობა, ძალიან კი. აი რაღაც იდეების მოწოდება ენდომება, რაღაც იდეებს მოგაწოდებთ. აი რაღაც ისეთი ადამიანი ჩანს მეგობრებო, ხო, რომ აი გეუბნებით ფინანსური პრობლემები მისგან არ გექნებათ. ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი ახალი და კარგი იდეები. სიკეთის მატარებელი ადამიანი ჩანს მეგობრებო.
წარსულში აქვს მას ძალიან რთული გამოცდილება მიღებული. ნახეთ, ეხლა რა ხდება აქ. ერთი ტყუილები, დაშორება და აგერ კიდევ ოჯახი. ამ ადამიანს ძალიან უნდა ოჯახი შექმნა. წარსულიდან გამომდინარე მაინც. თუნდაც რა იყო წარსულში აქ, მე ვხედავ რომ ვერ იყო თლად კარგად, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო. ხო, ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ აი ოჯახი შექმნას თუნდაც ისეთი რომ როგორზეც თვითონ ოცნებობდა. ჩემო ძვირფასებო, თქვენ თუ არ გინდათ არავინ არ დაგაძალებთ ამ ადამიანს. თქვენ არ გეგონოთ რომ ეს ადამიანი რამე შეგეხვეწებათ. არავინ არაფერს არ ეხვეწება. ხო. აბატონო, მე რასაც ვხედავ აქ. აბატონო, თქვენი ურთიერთობა და აკიდევ თქვენ. მეგობრებო, რაც წინასწარ არ იცით საკუთარი თავის ენერგიები და გადაწყვეტილება, უცებ არასდროს მე ამას არ ვიზამ. ესე არ თქვათ. ზუსტად იმას გააკეთებ, რაზეც ამბობ რომ არ ვიზამო. აი ზუსტად იმას გაგაკეთებიებს უფალი, მეგობრებო. არ შეიძლება ისეთი თქმა. ხო. მე ვხედავ რომ თქვენ ერთად იქნებით. მე ძალიან კარგად ვხედავ თქვენ როგორც იქნებით. ხო. მე კარგად ვხედავ რომ თქვენ ერთად იქნებით. მე ვხედავ თქვენს მომავალს ერთად. ძალიან ბევრი სურვილის ასრულება გიწერიათ. ძალიან კარგად გხედავთ მეგობრებო. მარტო თქვენ, მარტო ის არა. ერთად გხედავთ. თქვენ და ის. ჩვენ, სიტყვა ჩვენ, ვხედავ ამას მე. მარტო მე და მარტო შენ არა, ჩვენს ვხედავ. ხო. ეს არის ხვავის და ბარაქის კარტი. ხო შეიძლებოდა ესენი ყველა ამობრუნებული ამოსულიყო. ეს ყველანაირი ოცნების კარტი. ხვავის და ბარაქის მატერიალურად მემკვიდრეობის, ფეხზე დგომის, აი სიძლიერის კარტი. ეს თქვენ. სამყაროს კარტი, ოჯახის კარტი. ეს ყველაფერი შეიძლებოდა ამოსულიყო უკუღმა. მეგობრებო, ყველა ოჯახის და სიყვარულის კარტი, ემოციის კარტი ამოვიდა სწორ ფორმაში. არ იხუმროთ, ბედს არ ეთამაშოთ. ხო. ეს ის ადამიანი არა აი მაპატიეთ და ყოველდღე რო ჩვენ აქ ვემაიმუნებით, იმიტომ რომ იმსახურებს. არა. ეს ის ადამიანი არა, ვინც იმსახურებს მაიმუნობას. არაფერი, ცუდი არ. მე აქ ვერაფერს ვერ ხედავ ცუდს. პლუსები და მინუსები იმდენი მაქვს, მეც მეგობრებო და თქვენს, რომ უბრალოდ დავჯდეთ და ჩავიხედოთ ჩვენს გულში. ცუდი რაც აქვს, ის ვთქვით უკვე. ეხლა ვსაუბრობთ კარგზე. მე ავტვირთავ მეგობრებო და კარგად მოусმინეთ თავიდან ბოლომდე. ეს ადამიანი ძალიან კარგი განწყობით და ძალიან კარგი შემართებით მოდის თქვენამდე. ანუ გეძებთ, ასე ვთქვათ. გეძებთ ეს ადამიანი. ეს ადამიანი გეხო დაელოდე, რა პრობლემა გაქვს? სად გეჩქარებათ ხალხო? ცუდზე ნუ იფიქრებთ. ეს ადამიანი აუცილებლად იქნება მებრძოლის სულის ხასიათის. ამ ადამიანს არ ეშინია ბრძოლის, არ ეშინია არაფრის. არა, ეს ადამიანი არასოდეს უკან არ იხევს, გამარჯობათ ეხლა. არასოდეს. აი მე ნინა რასასწაული ხარ ბერდებიო. არც მე არ ვარ პატარა ასაკის მეგობრებო, მაგრამ მაინც არ მედარდება. არ მედარდება. ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც ჩვენ გვესაჭიროება, უფალმა იცის. მეც მინდოდა სიბერეში ერთი შვილი, მაგრამ რა ვქნათ ახლა, თავს ხო არ მოვიკლავთ. ხა. მოკლედ მეგობრებო, ძალიანაც კარგი ადამიანი ჩანს მინდა გითხრათ. ხა. ეხლა თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ დროს, ეს ადამიანი რომ შემოვა, თქვენ ცხოვრებაში თქვენ რას იზამთ? აი, ეხლა ვნახავთ სადაა ძაღლის თავი დამარხული. ხო. ახლა ვნახავ ბატონო. აბატონო,
აი თქვენი პოზიცია ამ ადამიანის თქვენთან შემოსვლის, თქვენ ცხოვრებაში შემოსვლის. ადამიანი იმდენ რაღაცას გპირდებათ. ოჯახს, სიმდიდრეს, დაცულობას, მატერიალურობას. აი, მეგობრებო, ხო? დედოფალივით იქნებით, მინდა გითხრათ. აი ეს ხართ თქვენ, ესე იქნებით თქვენ. არ გეგონოთ რომ ცუდად ნახეთ უბრალოდ. თქვენი კარტები. ხო, და ეხლა მინდა ვკითხო მე. ხო. ეხლა მინდა ვკითხო მე კარტს. აი თქვენ, ხა. აი ხო არიცით ეხლა ეს ყველაფერი და აქ მართლა ვღადაოთ, ვხუმრობთ. აი ეხლა აქედან გამომდინარე თქვენი პოზიცია მაინტერესებს, ახლა თქვენი რეაქცია, თქვენი ქვეცნობიერი რას მეტყვის ახლა. ოფიციალურობასთან გექნებათ რაღაც ოფიციალურად გექნებათ გადაწყვეტილება მისაღები. ეს არის თქვენი იმედი, მეგობრებო, ეს არის რწმენა, თქვენი მნიშვნელოვანი გეგმები, შემოთავაზებები, ამას ელოდებით თქვენ, მეგობრებო. ხა. ამას თქვენ ელოდებით. რა სასამართლო იწყება, კაცო? ანა მარია. მოვდივართ. მე არ ვიცი ხა რამდენად მოვალ, მაგრამ მოვდივარ. ხა. თქვენ ელოდებით, კი? თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ადამიანი უნდა მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ძალიან კარგად იცით, რასაც გააკეთებს ეს ადამიანი, მეგობრებო, და თქვენ ამას ელოდებით. ბატონო. იმედი, შემოთავაზება და ლოდინი. და თქვენ აი ეს წინასწარმეტყველების კარტი, ეს არის ცოდნის კარტი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ადამიანი მოდის. კიდე, თქვენი პოზიცია. ქვეცნობიერი ერთია, მაგრამ თქვენი პოზიცია, მეგობრებო, ეს ხართ თქვენ. არ დაუშუილოთ ამ ადამიანს. ხა. არ დაუშუილოთ. ბატონო. ბევრი გაუშვებს ხელს, შანს, მეგობრებო. დარჩებით ძალიან დამწუხრებული, მინდა გითხრათ. თუ კი ამ ადამიანს ასე დაუშხუილებთ, მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან გულდაწყვეტილი დარჩებით. ოღონდ ყველანაირი იმის გარეშე, ხუმრობის გარეშე. ხო, აი თუ კი თქვენ ამ ადამიანს გვერდს აუვლით, გარწმუნებთ 1000%-ით, რომ თქვენ წაგებული დარჩებით. მეგობრებო. ძალიან აი გულდაწყვეტილი, გაუბედურებული დარჩებით, რო იტყვიან. მარტო დარჩებით. დიდ ხანს იქნებით მარტო. არ შემდგარი ნიშნობა ან ქორწინება. თუ კი თქვენ ამ ადამიანს ხელს კრავთ იმ შემთხვევაში. ხო, მეგობრებო, ნახეთ? ხო, ან დააპაუზებთ. დაპაუზდებით ცოტა ხანი, მეგობრებო. შანსის არ გამოყენება. თქვენ თუ კი ამ ადამიანთან შანს არ გამოიყენებთ, ჩემო ძვირფასებო, თქვენი აი ეს პარტნიორული ურთიერთობა ცოტა ხანი არ ვიცი და რამდენი ხანი, მაგრამ დაპაუზდება. არ ვიცი რამდენი ხანი, მაგრამ რაღაც დროის მანძილზე თქვენთან ადამიანი არ შემოვა. ხა, აი ესე. მოკლედ. არ უნდა კალთაში ჩაჯენა, მეგობრებო, კალთაში ჩაჯენა არ უნდა და ესე თავზე გადაყოლა არ უნდა. წარსული ურთიერთობიდან თქვენ უნდა გამოიტანოთ გაკვეთილი და დასკვნა, რომ უბრალოდ ადამიანს მოეკეცით ისე, რომ როგორც გინდა რომ თქვენ მოგექცეთ და მე თუ არ დაიმსახურებს ამ ყველაფერს, ხო? მოეკეცით ისე, როგორც დაიმსახურებს. კალთაში ჩაჯდომა არაა საჭირო თქვენგან. ეს თვითონ გააკეთებს ამ ყველაფერს, უბრალოდ დააფასეთ მისი პატივისცემა. ხო, მეტი არაფერი. წარმატებისკენ მიდიხართ, რო იტყვიან, მოლაპარაკებები გექნებათ. ხო, ფრთხილად იყავით ამ მოლაპარაკებებში, კამათში არ ჩაერთოთ არავის, ნახეთ რამდენ რჩევას გაძლევთ უბრალოდ ტაროს დასტა, მეგობრებო. არასდროს არ ჩაემბათ უკმაყოფილებაში, გაუგებრობაში, არ შეხვიდეთ კამათში. არ შეხვიდეთ კამათში. ხო, და არ გადააჭარბოთ მეტის მეტი.
დიდხანს არ იფიქროთ რაღაცებზე, ამას ამბობს კარტი. დაგვიანება, მეტის სიამოვნება. აი გზნობათა სიჭარბე, რაღაც ბევრი არ იფიქროთ, ან ზედმეტი არ მოგივიდეთ არც იქეთ, არც აქეთ. არ დაემალოთ არავის, კაცო. დასამალიც არაფერი არ გაქვთ, მეგობრებო. აი ბალანსში უნდა მოხვიდეთ, რო იტყვიან. ის რაც ეხლა არ ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასოდეს არ მოხდება. ეხლა რაც ხდება იმისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება გელოდებათ და მე ვხედავ, რომ აქ ძალიან კარგი ცხოვრება გელოდებათ, მეგობრებო. ხელი არ ჩაიქნიოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელი ჩაიქნიოთ. სამყარო სწორად ამოვიდა კიდევ. ეს არის სრულყოფილების კარტი. სიზარმაცე შემოგპარვიათ. მოდის ეს ადამიანი და რა გავაკეთო? მოდის. აბატონო. მოდის. თქვენ არაფერი არ გევალებათ. მოდის ეს ადამიანი. ფინანსები, რა საინტერესოა უბრალოდ. ერთი წუთით მოგება. ერთი წუთით. დაიღალე, არ დაიღალო. ვერ გეტყვი რამდენი ხანი მოგიწევს კიდე, მაგრამ არ დაიღალო. იმიტომ რომ არ ღირს ამათ. რას ქვია დაიღალე? არაფრიდან არ უნდა დაიღალო. ხა, დაიღალე. ელოდები. მოდის, მაგრამ შენ ხო დაიღალე, არ დაიღალო. არ დაიღალო, ჩემო კარგო. იმიტომ რომ უყურეთ მეგობრებო, ეხლა რას ხედა მე აქ. ბევრი თქვენთაგანს არჯერავს, ბევრი თქვენთაგანი ძალა გამოცლილია. კი ბატონო, დაღლილები ხართ, დაიღალეთ ამდენი პრობლემებით, ამდენი რაღაცეებით. გინდათ რომ ახლა თქვენ რა გინდათ მე გეტყვით ეხლა. თქვენ გინდათ რომ ეხლა შემოვიდეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში და ყველაფერი მოგიგვაროთ იმან. მეც მინდა. ერთი მხრივ მეც მინდა, მაგრამ ასეც არ გამოვა. მე ვხედა რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრ ამას მოგიგვარებთ, მაგრამ უყურეთ მეგობრებო. მის მოსულამდე თქვენი პრობლემა თქვენ უნდა მოაგვაროთ. თქვენ უნდა დადგეთ ფეხზე. ის ადამიანი რომ შემოვა თქვენ ცხოვრებაში, თქვენს პრობლემებს, მანამდელ პრობლემებს მასთან ვერ მიიტანთ. ხო, აი ხო ხდებით, რასაც ვამბობ. თქვენი ამჟამინდელი პრობლემები თქვენვე უნდა მოაგვაროთ. იმ ადამიანთან არ უნდა მიიტანოთ. ახლა თქვენ ხო ამბობთ, მე რა თმინდა მისი პრობლემებით რომ მოვიდეს ჩემთანო. ამას ახლა იტყვის ბევრი. ხო არ გინდათ? არც მას უნდა მეგობრებო. როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ? მას ენდომება? თვითონ ყველაფერს გაგიკეთებთ, რას ამბობთ, მაგრამ არც ეს მე ეს არ მიმაჩნია მიზან მიმართულად. ხო. ის ერთმანეთში ურთიერთობაში თუ კი რაიმე პრობლემები გექნებათ და მე ერთად ყოფნის დროს წარმოშვებული რაღაც პრობლემები, ამას ყველაფერს მოგიგვარებთ თვითონ, მაგრამ მის მოსვლამდე, ამ ადამიანის შემოსვლამდე თქვენ ცხოვრებაში, თქვენ ამას ელოდებით, რომ ეს ადამიანი მოვა და მოგიგვარებთ პრობლემებს, რას ლაპარაკობთ? ხო. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ტაროს დასტით ლაივი. ძალიან საინტერესო, ძალიან ისეთი ჩემთვის მაგალითად ძალიან შთამბეჭდავი, სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრი რამის მთქმელი იყო ეს ყველაფერი. მოკლედ მეგობრებო, ოღონდ მოვიდეს და არც ვეტყვიო. არა, არც ვეტყვი, არც მასე არა. მეგობრებო, უნდა იყოთ შეფარდებული, თანაშეფარდებაში, ბალანსში, მე და შენ და მე, ჩვენ. მაგრამ რაღაცები არის ისეთი რაღაცებიც არსებობს, რაც მხოლოდ ჯერ ჩვენი მოსაგვარებელია. მეც მაქვს ეხლა ისეთი რაღაცები, მეგობრებო, რომ საერთოდ არ მაქვს სურვილი, რომ ვინმე მომიგვაროს. ჩემზე მეტად ვერავინ ვერ მოაგვარებს. აუცილებლად უღრმესი მადლობა, მისი მოსაგვარებელი პრობლემები არ მაქვს ნამდვილად. ხო, აი მაგას ვამბობ, ზუსტად მორგანა. ზუსტად მაგას ვამბობ, მეგობრებო. არის ისეთი რაღაცები, რასაც საერთოდ არ მინდა რომ მან მომიგვაროს. მე კარგად ვერ დავდივარო. კაიკუნა. ვერ გავიგე ჩემო კარგო.
ეკო ეკუნა მე კარგად ვერ დავდივარო შეგიძლია პირადში მომწერო შემოკარგო ეკო ეკუნა ძალიან მინდა რომ პირადში მომწერო ხო, აი, როდესაც დავასრულებ, დამხვდეს მინდა შენი წერილი. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, გადავიდეთ ასტრაბარათებზე. ძალიანაც კარგი. ხო, გადავიდეთ ეხლა ასტრაბარათებზე. აბა მეგობრებო, მინდა ასტრაბარათებზე გადავიდე. აი თქვენი პარტნიორი. როგორ იქნება თქვენი პარტნიორი? დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩვენი თემიდან გამომდინარე, როგორი იქნება თქვენი პარტნიორი? ჩვენი პარტნიორი მეგობრებო, ზოგადად მეც ვგულისხმობ თქვენთან ერთად საკუთარ თავს იცით. მოდი ახლა გავარკვიოთ ასტრაბარათები რას გვეტყვიან ამასთან დაკავშირებით. ერთი წუთით მეგობრებო. ერთი წუთით. ბაი. ხო, მომეტევეთ, არა უშავს, გავასწორებ. აი ესე. ხო. მოკლედ გავაგრძელებ. დღევანდელი ჩვენი თემა და როგორი იქნება ჩვენი პარტნიორი. მეგობრებო, მოვარებ სანთელზე. ხო. როგორი იქნება თქვენი პარტნიორი და მოკლედ მეგობრებო, როგორ იქნება და ძალიან ყურადღებიანი. ძალიან ყურადღებიანი იქნება, მინდა გითხრათ, ეს არის ყურადღების კარტი. ატენციონე. აი ესეთი იქნება თქვენი პარტნიორი. ცოტა სიეშმაკეც ექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ძალიან ყურადღებიანი. კიდევ რას გვეტყვის ასტრაბარათები. ძალიან ტოლერანტული, ძალიან მეგობრული. ეს ადამიანი იქნება ძალიან ბევრი ანუ უყურეთ, შეიძლება იცოდეს ბევრი ენა ამ ადამიანმა. კი, ამ ადამიანს ეცოდინება რამდენიმე ენა მაგალითად. შეიძლება იყოს ძალიან ბევრ ქალაქში ნამყოფი, მოგზაური, თავისთავად იქ ამოვიდა ტაროს დასტაზე რომ არის მოგზაური, უყვარს გადაადგილება და ეს ადამიანი იქნება ძალიან მეგობრული, ძალიან ტოლერანტული. ხო. რაღაც საქმიანობით დაკავებული შეიძლება იყოს და ამ ადამიანს ეცოდინება რამდენიმე ენა. კიდევ ძალიან მრავალფეროვან ადამიანებთან ექნება კონტაქტი. კიდევ როგორი იქნება ის? აქ იქნება ორმხრივი სიყვარული. აქ იქნება ორმხრივი სიყვარული, მეგობრებო. ეს არის ორმხრივი გრძნობის კარტი. გრძნობა იქნება ორმხრივი. ხო. მხოლოდ თქვენ არ გეყვარებათ, ან მხოლოდ მას არ ეყვარებით, ორივეს გექნებათ გრძნობა. ძალიანაც კარგი, კიდევ, რას გვეტყვის ასტრაბარათები? ენთუზიაზმით სავსე იქნება ეს ადამიანი. თუმცა ამ ადამიანსაც ექნება რაღაც სიყვარული, ტაროლოგიის, რაღაც ფსიქოლოგიის, შეიძლება ფსიქოლოგიც იყოს, შეიძლება იყოს დაინტერესებული ტაროლოგიით, ან რაღაცებს იკვლევდეს თავის ცხოვრებას, სად რა როგორ ჯობია. მხოლოდ გასაუმჯობესებლად, კარგის მხრივ, ბოროტულად არ იყენებს მეგობრებო, როდესაც რაღაცა ჭირდება, შეიძლება იყენებდეს ნუმეროლოგიასაც და ტაროლოგიასაც, რომ აი ამ რაღაც თავისებურ ცხოვრებისეულ ლაბირინთიდან გამოვიდეს, ხო. თავისი ცხოვრება რო გააუმჯობესოს, აი როგორც ახლა ჩვენ ვაკეთებთ ამას. კიდევ აი ხო გეუბნებით. ეს ადამიანი დადის ტაროლოგთან და თავის ცხოვრებას იკვლევს. თუ რა როგორ გამოასწოროს და ზოგადად თუ რა გააკეთოს. თავის ბედს ეძებს ეს ადამიანი, მეგობრებო. ეს არის მაგი მკითხავი, ეს ადამიანი დადის და თავის ბედს იკვლევს მკითხავთან. გეუბნებით 1000%. ამ ადამიანს ჯერა ტაროლოგიის და ამის საშუალებით იკვლევს თავის ბედ იღბალს ეს ადამიანი.
კონტაქტობს არაცნობიერთან. შეიძლება მასაც გქონდეს ამის ნიჭი, ამასაც არ გამოვრიცხავ და ანუ გამორიცხულია ის რომ არ გამოვრიცხავ იმასაც რომ შეიძლება მასაც გქონდეს ამის ნიჭი. კი, და უბრალოდ გქონდეს დასტები და თვითონ აკეთებდეს ამ ყველაფერს. კარგით, კიდევ ნახოთ აბა. კიდევ 1-2 ბარათიც და ნახოთ რას გვეწვის. ეს იქნება ბევრის შემთხვევაში ინტერნეტ ნაცნობობა, იმიტომ რომ აგერს ის ადამიანი და გიყურებთ, ეს იქნება ინტერნეტ ნაცნობობა, მეგობრებო. ბევრის შემთხვევაში იქნება ინტერნეტ ნაცნობობა. ხო, ეს ადამიანი შეიძლება იყოს კიდევ კი ასაკით უფროსი, ბებია, ბაბუა, შეიძლება იყოს ახლა მეც ვარ ბებია და ასევე შეიძლება იყოს ისიც ბაბუა, ვთქვათ, ყველასთან არა, მაგრამ ხო, შეიძლება ბევრთან იყოს ასაკიც. რაღაც ასაკთან სხვაობა. აქ სხვაობას ვხედავ, მე ბევრნაირ სხვაობას ვხედავ. ეხლა დააკვირდით, მეგობრებო, რა სხვაობაა. ეხლა ეს თქვენ ხარ და ეს თქვენი პარტნიორი. სხვაობა იქნება მენტალური, ფიზიკური, მორალური, სოციალური, ფინანსობრივი, ანუ ხვდებით ხო, რასაც ვამბობ. ხო, აი რაღაც ასეთი. და კიდევ. ხო, თუმცა ძალიან ჭკვიანი ადამიანი იქნება. ცოტა მკაცრიც, მაგრამ თქვენთან მკაცრი არა. საქმიანობასთან დაკავშირებით მკაცრი იქნება, მეგობრებო. აი ესეთი გამომეტყველებით. ხო. თქვენთან მკაცრი არ იქნება. კიდე. უნდა ამოვიღო, ძალიან ცნობის მოყარე იქნება. აი ხო გეუბნებით. ეს ადამიანი ან თავის ბედს იკვლევს და ეძებს, გეძებთ, ეს ადამიანი გეძებთ. ამ ტაროლოგიის დახმარებით თქვენი ადამიანი გეძებთ. ხო. კი მეგობრებო. კი, თქვენი პარტნიორი ამ ტაროლოგიით გეძებთ. აინტერესებს თუ სად შეხვდებით, როგორი იქნებით, ან როგორი ხართ, ხასიათით, როგორ შეეწყობით ერთმანეთს, ამ ყველაფერს თავის ბედს იკვლევს ეს ადამიანი. გეფიცებით. იკლიოს მეგობრებო, იკლიოს. ცუდი გაგებით არა, კარგი გაგებით ვამბობ. ვარსკვლავი ეს იქნება, გეუბნებით, ეს იქნება ინტერნეტ ნაცნობობა, ეს იქნება მიწერ მოწერით, ინტერნეტ ნაცნობობით, გაცნობა, დაახლოება, გაერთიანება და არ ვიცი მეგობრებო, ეს არის სამყაროს კარტი და ძალიან ისეთი შთამბეჭდავი სურათია ბოლოში, ასე რომ ელოდეთ ამ ადამიანის შემოსვლას თქვენ ცხოვრებაში. ხო. რა ვიცი, აუ რა ტიპი იყო, მაღალი ქერა, ლურჯი თვალები ქონდაო. ხო, ეხა თვალის ფერს მე ვერ აგიღწერთ აქ, მაგრამ შეიძლება ყავდეს ადამიანს თავისი ტრანსპორტი, უყვარდეს გადაადგილება, შეიძლება ქონდეს თავისი ბიზნესი, მეგობრებო, შეიძლება იყოს ფორმიანიც, არ გამოვრიცხავ. კი ბატონო, კიდევ რას ვხედავ მე აქ? კიდევ რას ვხედავ, ჩემო ძვირფასებო? რაღაც თანამდებობაზე ვხედავ ამ ადამიანს მე, ფორმიანი რაღაც თანამდებობაზე მეგობრებო. კი, ესეც თითქოს ტაროლოგიასთან დაკავშირებული კარტია, ეს არის ახალის დაწყება, აქ არის ყველაფერი ის ნივთები, რაც სჭირდება ტაროლოგს და ანუ ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ. ესეც კიდევ არის ერთად კიდევ მაგია, ზუსტად
მაგი ადამიანი, რომელიც დადის და იკვლევს თავის ცხოვრებას, თუ სად შეგხვდებათ და როგორ შეგხვდებათ და ეს სამი ერთმანეთთან კომბინაციაში ამბობს ზუსტად იმას, რომ ეს სამივე კარტი ამბობს იმას, რომ ეს ადამიანი იკვლევს თავის ბედს, თუ როგორი იქნებით თანხმლებაში თქვენი ხასიათი ერთმანეთთან. არ ვიცი მეგობრებო, მაგრამ ხო, აი დაახლოებით ასეა. მინდა სრულყოფილად მოვიტანო შინაარსი თქვენამდე, ამიტომ უცებ არ ვიღებ კარტს, იმიტომ რომ მერე უფრო ვხედავ რაღაცეებს ზედ. კი, ეს იქნება ინტერნეტ ნაცნობობა. არ ვიცი რას დაგოსტავთ, ვის დაგოსტავთ, სად გადაეყრებით ერთმანეთს, მაგრამ ინტერნეტს ვხედავ აქ. ეს შეიძლება იქნება მოულოდნელი სკროლვის დროს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, რასაც ვხედავ მე აქ იქნება ორმხრივი სიყვარული, არამხოლოდ თქვენი, არამხოლოდ მისი, აქ იქნება ორმხრივი გრძნობა და ძალიან სასიამოვნოა ამის დანახვა და წაკითხვა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი შეგრძნება, როდესაც როგორც შენ გიყვარს ადამიანი, ისე უყვარ ხარ მას და გაფასებ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამიტომ ამ ყველაფერს გულით გისურვებთ, მინდა იყვეთ ბედნიერები და ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი. მოდი მეგობრებო, რა მინდა ეხლა მე თქვენთან ერთად თუ იცით. ასტრაბარათების რჩევა. მოდი ეხლა ჩაიფიქრეთ სურვილი. სამ ვარიანტად. ეხლავე მეგობრებო, ერთი წუთით. სამ ვარიანტად სურვილი ჩაიფიქრეთ. რა თქმა უნდა, ყველას გისურვებთ ბედნიერებას. ჩაიფიქრეთ სურვილი, დროის კარტს გამოვიყენებ ეხლა, აი ჩვენი ქვიშის საათი. ჩაიფიქრეთ სურვილი მეგობრებო და ვნახოთ ეხლა. რა დროის ვადაში აგიხდებათ სურვილი? ჩაიფიქრეთ მეგობრებო. ეხლა დავალაგებ მე სამ ვარიანტს. თქვენს თვალწინ დავალაგებ. პირველი, ერთი წუთით როგორ დავალაგო? პირველი, ერთი წამით მეგობრებო. მეორე, მესამე, ერთი წუთით. თუ კი ვერ ახერხებთ რომ აირჩიოთ, მე ახლა დავალაგებ ამაზე განსხვავებულ აი ამებს. პირველი, მეორე, შავი, აი ესე, შავი და მესამე მოდი იყოს ერთი წუთით მეგობრებო. განსხვავებული მინდა ამოვიდა. თეთრი. მეორე იყოს თეთრი. ცოტა ისე ჩანს, მაგრამ აი ესე ვეცდები რომ არ. პირველი, მეორე, მესამე. ჩაიფიქრეთ სურვილი, ჩემო ძვირფასებო. შევეცდები დიდხანს გავაჩერო, რადგან მოახერხოთ და ჩაიფიქრეთ სურვილი და რა დროის ვადაში აგიხდებათ ეს სურვილი გავარკვიოთ. მე გავჩუმდები. იმედია მოახერხეთ, მოასწარით და დავიწყებ. პირველით, ეს არის პირველი. ჩაფიქრებული პირველის სურვილი. ეს იქნება, კაი რა, ამას უნდა დავამატო. ეხლა მე ამ კარტს ჩავანაცვლებ ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი და შევცვლი რო იტყვიან. არ ვიცი რა სურვილი ჩაიფიქრე ასეთი, მაგრამ მაინც ჩავანაცვლოთ მეგობრებო, ერთი წუთით. აი მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად იფიქრებ.
იქნება ეს შენი პასუხი. ხო, პირველი არის პასუხი. ნახეთ, სადღაც მიდიხარ, რაღაცისთვის მიდიხარ, ან საღაციდან ბრუნდები. აი, ეს ხარ შენ და საღაციდან ეხლა, თქვათ, მიდიხარ, ან მოდიხარ ღამის გზაზე. იქნებ შეიძლება იყვე ტაძარში, იქნებ შეიძლება იყვე ქუჩაში, ან აი ხო ხვდები, აი სურათი, შეხედე სურათს, რაიმეს მთქმელი თუ არის შენთვის. ჩემთვის უფრო ეს, თქვათ, გავს ტაძარს. ზუსტად, როდესაც არ ელოდები მაშინ. ხო, აჰა. ეს არის პირველის პასუხი ჩემო მეგობრებო. პირველი, ვინც ჩაიფიქრა, არის პასუხი მაშინ, როდესაც არ ელოდები, ან ნაკლებად ელოდები. ესაა პირველი პასუხი. მეორე, რომელზეც იყო შავი ხოჭო და მეორეს პასუხი არის თებერვალი. ნუ მომიტევეთ, მაგრამ მეორეს პასუხი არის თებერვალი. ის რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეს არის თებერვალში ასრულებადი. ან თებერვალში, ან თებერვლამდე. მოდი ასე ვთქვათ. ძალიან მისაღები პასუხია ესეც, ამიტომ გილოცავთ და მესამე, ვინც ჩაიფიქრა, ესეთი თეთრი, ლამაზი ხოჭო და ნოემბერიო ამბობს. ღმერთო, რა მაგარია, მეგობრებო. მესამე, ვინც ჩაიფიქრა, თქვენი სურვილი ასრულდება ნოემბერში. ეს არის ეს თვე, ამ თვის ნოემბერი. ასე რომ გილოცავთ ამ ყველაფერს გულით, სულით, მთელი არსებით და ყოფილიყოს ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გინდათ, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, ზოგადად მე გეტყვით ერთ რაღაცას, ქვემოდან ნახეთ რა კარტია, მეგობრებო. ზოგადად გაუშვით ეს სიტუაცია, ნებისმიერი სიტუაცია გაუშვით. არაფერზე არ იღელვოთ, არ იდარდოთ, არ ინერვიულოთ, ხო, ზოგადად. მაგრამ უფრო მეტად ეხლა ეს ეხება პირველი ვინც ჩაიფიქრა, იმასთან უფრო მიდის ეს სიტუაცია. ეკლესიაში ეხლა მაინდა-მაინც მაგის გამო ნუწახვალ. ხო, ნუ რაღაც მსგავსი შეიძლება მოხდეს. ისეთი, რომ შეიძლება იყვე ეკლესიაშიც, ხო, რაღაცა იყვე ისეთ ადგილას, ჩემთვის ეხლა ის უფრო აღნიშნავს ეკლესიას, რატომღაც, იმიტომ რომ ისეთი შთაბეჭდილება დამჩარო, გავს ტაძარს, სად წავიღე ეხლა ის სურათი, აგერ ხო? შენობა გავს უბრალოდ ტაძარს. ხო. ამიტომ ჩემო ძირფასებო, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია უფალს მივანდოთ დრო. დროს მივცეთ დრო. მოკლედ, უფალს მადლობა კიდევ ერთი დღევანდელი დღისთვის. მინდა იყვეთ ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ და ყველაფერი ისე გქონოდეთ, როგორც თქვენ გულს და სულს გაუხარდება ჩემო ძვირფასებო, ასე რომ გავიქეცი ახლა მე და წარმატებებს გვისურვებთ და გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, გაიხარეთ, მეც ვხალისობ თქვენთან ერთად, რატომაც არა, ამიტომ ხა, გემშვიდობებით ხვალამდე. მადლობა თქვენ ყველას, გაიხარეთ მეგობრებო. ყველანი იყავით დალოცვილები. აბა გელოდებით კომენტარებში. წავედი. თქვენც ასევე ბედნიერი დღე ყველას. იმდენი წერე სკოლაში არ მიწერია ამდენია. არა უშავს. ბავშვობა ხო გაიხსენე. აჰა. წავედი, მეგობრებო, წავედი, აბა დროებით.